საქართველოს ბოლო 10 წლეულის ისტორიის განმავლობაში მასშტაბი წამების და არახმოვანილი მოპყრობის მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. თქვენ ახსენეთ, რომ გიორგი ზერეკიძე იქნება თქვენი მომდევნო სტუმარი. ჩვენი ორგანიზაცია წამების მცხოვრებთა რეაბილიტაციის ცენტრი დადიოდა არასრულ წამთა დაწესებულებაში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა საპატიმროებში ადამიანებს, ეხმარებოდა მათ. ჩვენი ორგანიზაცია უწევდა დახმარებას ადამიანებს, ვინც 7 ნოემბრის დროს დაზარალდნენ, 26 ნოემბრის დროს დაზარალდნენ. მე აღარ მეგონა, რომ 2012 წლის მერე საქართველოში ვისაუბრებდით წამებას. ადამიანის ორგანიზაციათა დარღვევაზე, ძალის გადამეტებაზე. კი ბატონო, ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ 2024 წელს საქართველოში დაბრუნდა წამება. და ესეთი ფართო მასშტაბი მანიფესტაციის დროს წამებას არ ქონია მე-20 საუკუნის საქართველოს საქართველოში. ამის პრეცედენტი ჩვენ არ გქონია. ჩვენი ორგანიზაცია 2000 წლიდან მუშაობს 26 მაისს. მასშტაბურობა და სისტემატიურობა არანაირად. 2000 წელს, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა, კახათ არგამაძის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხი ცვლიოდა მაშინ. მაგას მოვესწრეთ და მან მაგაზე ვმუშაობდით, თქვა 2006 წლიდან, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა სააკაშვილმა და მზარდი გახდა ეს პენიტენციური სისტემის შიგნით წამება. ამის მოწმენი ვიყავით, თითქოს წამება გავიდა დისკურსიდან 21 საუკუნის, თქვათ, მეორე დეკადის დისკუსიიდან საქართველოში. უამრავი უფლებადარღვევა გაქვს. წამება აღარ იყო ის მთავარი პრობლემა, რასაც უფლებადარღვევების კუთხით ვხედავდით და დააბრუნა ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა წამება და მინდა ვთქვა, რომ მანიფესტაციის დარღვევის კუთხით ეს უთანასწორდება იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის ბელორუსში, რასაც რუსეთის ომონი ახორციელებდა, თქვა 2012-ში ხარც ხდება იქ მანიფესტაცია. დღეს ჩვენ იმაზე სასაუბრობთ მოსულები, რომ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა და წამყვანმა წამებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა უსწრაფესად, მინდა გითხრათ, რომ 2 დეკემბერს უკვე განცხადება გააკეთეს და თორსები 9 დეკემბერს უკვე საქართველოში იყვნენ. საერთაშორისო დიდი ორგანიზაციები მოგხსენებათ ასეთ ტემპში არ მოქმედებენ, მაგრამ წარმოუდგენელი ოპერატიულობით ჩამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ რომ მათაც არ ჯეროდათ, რა მასალასაც უგზავნიდით, რომ ეს მართალი არის და უზარმაზარი მისია შეიქმნა, არსებობს გლობალური კონსორციუმი წამების საწინააღმდეგო ორგანიზაციების. დღეს გუშინ დასრულდა მათი მისია, დღეს დადეს პირველადი მონაცემები დანგარიში და ისინი ლაპარაკობენ უპრეცედენტობაზე მოკეთ იმ წამების, რაც ხორციელდება და ეს ორგანიზაციები, თამარი არის იურისტი, დამეთანხმება, არასათანადო მოპყრობას, თქვათ, იურისტები ხმარობენ ხშირად, მაგრამ წამება არის ადამიანის უფლებათა კონვენციაში ყველაზე მძიმე დანაშაული, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თუ არა ადამიანის მიმართ. და ისინი საუბრობენ, ეს სიტყვა წამება არის არაერთხელ ნახსენები მათ წინასწარ ანგარიში. მეთოდოლოგიაზე მინდა მოგითხრათ, რომ ჩვენ თავდაპირველად გაუგზავნეთ ღია წყაროებიდან ინფორმაცია. შემდეგ მათ უშუალოდ 99 ადამიანს ესაუბრნენ, სასამართლო სამედიცინო შემოწმება მოხდა 11 ადამიანის, ეს ძალიან მრავლის მომცველი, ასე ვთქვათ, პროცესი და პროცედურა არის. გაეცნან უამრავი ადამიანის სამედიცინო დოკუმენტაციას და აი ამის საფუძველზე დადეს მათ უმძიმესი წინასწარი შეფასება, წინასწარი დასკვნა. მათი შეფასება გაგრძელდება, ეს იქნება, ვთქვათ, ადამიანების ფიზიკური გასინჯვა. მე აღარ ვსაუბრობ, იმედია მოგგვეცემა საშუალება, რომ ვილაპარაკოთ რა ფსიქიკური ზიანი, გარდა ფიზიკური ზიანისა, გარდა თავის ტრავმები, რაც აქვთ მიყენებული და საუბარი ამ დასკვნაში, სისტემატიურობაზე, მიზან მიმართულებაზე, როგორ მეთოდოლოგია რა გიხსნათ, რა გამოვლინდა, მოდელი გამოვლინდა ძალადობის და წამების ადამიანების, აბსოლუტურად სხვადასხვა ლოკაციებში. ეს სამარშრუტო ტაქსები, თუ მინივენები, თუ რაც იქვე სამარშრუტო ავტობუსები, რომლებიც სპეციალურად სახელდახელოდ იყო მოწყობილი იმისთვის, რომ გამოცარიელებული, გამოშიგნული სამარშრუტო ტაქსი ხომ არ გვინახავს, გამოშიგნული მანქანები, სადაც ადამიანებს აბავდნენ, რიგ შემთხვევაში ერთმანეთზე იყვნენ მიბჯენილები, ასე ვთქვათ, სისხლის სუნი იდგა ყველა, სისხლის სუნზე საუბრობს ყველა, ლაპარაკობენ, ვთქვათ, ერთი ადამიანისგან მახსენდება მისი მონათხრობი, რომ ღამე მესიზმრება მეორე ადამიანს როცემდნენ ცხვირი მოეგლიჯაო. აი ეს არის ის, რავი, მასშტაბის, ისასტიკის, რასთანაც გვაქვს
საქმე აი ამ ძალიან მოკლე დროის მონაკვეთში. რა თქმა უნდა, ამას თქვა წინაპირობაც ჰქონდა, მაგრამ რაც 28 ნოემბერს დაიწყო, ეს არის უპრეცედენტო. თავს დავდებ 24 წელი წამების სფეროში მუშაობ. რა ვიცი მე, ფილიპინებიდან გვატემალამდე მთელ მსოფლიოში მუშაობ ამ საკითხზე. რასაც ჩვენ შევეხეთ საქართველოში ბოლო პერიოდში, აი მართლა ბელორუსულ კავშირს თუ შევადარებ, თქვა ჩემი პირადი გამოცდილებით, სადაც მიმუშავია და რუსეთთან თქვა არ მიმუშავე, რუსეთს არ მიმუშავე, მაგრამ მსმენია, თქვა რა კანონზომიერება იყო დემონსტრანტების წამებაზე ვსაუბრობ.